მამაო დაგლოცეთ. დაგლოცოთ მეთქმა. აი მამაო ზოგი გათვალულია, ზოგის ჯადო აქვს. თუ არის ეს დასაჯერებელი, თუ არსებობს ავითვალი, ან ჰოროსკოპი ან რაღაცა ეგეთი და როგორ უნდა მოვერიოთ ან თუ მოქმედებს ეს ეკლესიურ ადამიანს. ვის ლოცვაშია, ვის მარხვაშია, ვის ყოველდღიურად ლოცულობს, დაძვრეტინ ლოცულობს, არის დაცული ღვთისგან. და თუ იმე ჯადოს გიგეთებს, ჯადო ესე იგი უნდა რომ ეს ხდება, მართაც ხდება რომ ადამიანები ხვდებიან, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ცილდება და ეს ხდება ბოროტის ზეგავლენით. და შენ თუ ლოცვაში ხარ, ვის ქვეშ ხარ, ღმერთის ფარგლების ქვეშ ხარ. თუ ლოცვაში ხარ, დაცული ხარ ჯადოსგან, ცუდი თვალისგან, ავი თვალისგან და ყველაფერი ბოროტებისგან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლე და სანამარიქება მეორე მოსვლა ჩვენი სწავლებით, წმინდა წერილით, ბოროტს სულებს და სატანას აქვს მოქმედების თავისუფლება და როგორც მღვდელი ემსახურება ღმერთსა. არიან ადამიანები მკითხები რო ქვია და ადეფხიველები ემსახურებიან ეშმაკს. და მაგრამ მე ხშირად მომყვას მაგალითი რომ ჩვენ კი უნდა შევიძულოთ ისინი, არ უნდა მივიდეთ. არ უნდა, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს. აი მაგალითად კიპრიანი ჯადოქარი იყო და ისე ჯადოქარი იყო რომ მოყავდა ყინვა, თოვლი, ქარიშხალი, კურნავდა ავანტყოფებს, მაგრამ არა ღვთისძალი და ეშმაკის ძალი და იუსტინას ლოცვით ეს ესე იგი შავი მაგიის წევრი გახდება უდენ მოწამე, მოინათლება, შავი მაგიის წიგნებს დაწვამს და შენ თუ მოწმე ხარ, შენ თუ მაზიარებელი ხარ, ისე უნდა გეშინოდეს და თუ არ ხარ მაზიარებელი და თუ სვაში არ ხარ. დაგამარცხებს ბოროტის სული. იმიტომ რომ ჩვენ ვარ საბნის ვუჟდი ღმერთის ფარგლების გარეშე, ეშმაკის წინაშე. და თვითონ ეშმაკია ღმერთის წინაშე საბნის ბუჩი და შენ თუ ლოცვაში ხარ, ესე ვის ფარგლების ხარ? ღმერთის ფარგლების ქვეშ ხარ და ამიტომ შეიყვარე ლოცვა, დილა საღამოს და იქნები დაცული. მამაო, აი ხშირად არის ხოლმე რომ აი მარჯვენა ფეხზე ადგა, აი რაღაცა ესეთი წვიმანი რაღაცა. მარჯვენა ფეხზე ადგა თუ მარჯვენა ფეხს დააბიჯება, თქვენი ანკა და შავი კატა გადაგივლის. ესა ყველაფერი ზღაბრები, ან ზოგი ჰოროსკოპს რო უსმენს. ეს არის ყველაფერი ცრუწმენა, ზოგს ნალი რომ აქვს ცრუწმენა, თუ მოწუნები ვართ, ჩვენი ძალა არის ღმერთში. და ხშირად ვამბობ, რომ ეს პიჟვი წერა, აი შენ თუ მართლმადიდებელი ხარ, სიგნალები ასამბობენ, რომ ესა წამების იერარქი რატომ უნდა ქონდეს. და ამიტომ ცნობილია, რომ წმინდა გიორგი თუ სხვა იყო, ესე იგი ჩვენს გადასახვით არ ემნებოდათ ის საწამლავს ასმევდნენ და ესე იგი ჩვენია ჩვენი ძალა, რატო? იმიტომ რომ ჩვენც და ადგომით გაიყოს ამოთხსკარები. ჩვენც რო იყო ფსიქოლოგ გაკული მეთი ჩავიდაო სულითო ჯოჯოხეთში და შემოსრაო ბჭენი ჯოჯოხეთის ამ და ამოიყვანა მართათა სულებიო. არის გამარჯვების იარაღი. გამარჯვების იარაღი და ჩვენი წმენა თუ მოწუნები ვართ, ამდენს 90% მოწუნები ვართ, მაგრამ რო ვიკითხები ზოგს მიგმის არ ლოცულობს და მე მეუბნება რომ ცუდად დავარ. როგორ გიხარ ეს იგივეა რომ ადამიანს წყალს უსვამდეს, საჭმელს აჭამდეს და მეუბნება რომ კვდები, რა უნდა უთხრა? წყალი დალიე, საჭმელი ჭამე, თქიდა რომ დაცული იყო თისგან და ილოცო. ყოველდღიას მადლობა უნდა უთხრა, მას უერთი გაჩუქა და შემწება თქო. ზოგი ამბობს დაწული წინ ლოცულობა. დაწული წინ ლოცვა სხვა შინაარსია, რა შინაარსია უნდა დაბიგდე, აბა რამე ხო არ დაიშავე. და პატიება უნდა თხოვდეს და ფარგლანგოს ესე იგი დაცვა, იმიტომ რომ არის რომ ცუდი სიზმრები აქვს. და რატომ უნდა თხოვ ყოველ საღამოს დაწული წინ პატიება ღმერთს თუ ამე დაიშავე. იმიტომ რომ შეიძლება დაწვდა ძეში გაიყო. და დილას უთგები, მადლობა უნდა ღმერთს უნდა უთხრა რომ კიდე ერთხელ გაჩუქა და შემწება თხოვ და თუ შენ მოწუნე ხარ, ღმერთს უფრო ზიარი არის ვინმე არ არის. ამიტომ მიყავი ლოცვაში და აღსარება ზიარებაში. მაშინ ჩნები ჯადოსგან და ყოველივე ბოროტი ზალების ზეგავლენისაგან და არაფერი მნიშვნელობა რა აქვს. არც რა რომელ ფეხზე ადგები, ყოველდღიას უნდა აი თუ ესე იგი მიუწნი ლოცვას, აი თქმა ხუთი წუთი იყოს და მადლობას ეთქვი მეს და შემწვებას თქო, დაცული ხარ მთელი დღე. შეიყვარეთ ლოცვა. დიდი მადლობა. დაგლოცოთ მეთქვა.